კვების ტიპები. ყოველ ცოცხალ ორგანიზმს ზრდა განვითარებისათვის, ასევე ენერგიის მისაღებად საკვები სჭირდება. საკვების მოპოვების მიხედვით ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. კვების ხასიათის მიხედვით დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების სამი ჯგუფი არსებობს. ესენია: ავტოტროფები, ჰეტეროტროფები, და მიქსოტროფები. ავტოტროფი ორგანიზმები არაორგანულიდან თვითონ ასინთეზირებენ ორგანულ ნაერთებს. ბერძნულად აუტოს თვით, ხოლო ტროფოს კი კვებას ნიშნავს. ორგანულ ნაერთთა სინთეზი ხდება ორი გზით: ფოტოსინთეზით და ქემოსინთეზით. ფოტოსინთეზისათვის საწყის მასალას წყალი და ნახშირორჟანგი წარმოადგენს. ხოლო ენერგიას კი მზის სინათლე. წყალსა და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს მცენარე ნიადაგიდან ფესვებით იწოვს. იწოვს წყალს და მინერალურ მარილებს. ხოლო ნახშირორჟანგი კი ფოთლებში ჰაერიდან აღწევს. ფოთოლში თავდაპირველად წყლისა და ნახშირორჟანგისაგან სინათლის სხივებით წარმოიქმნება გლუკოზა, მარტივი შაქარი. ხოლო შემდეგ მისგან კი სახამებელი. ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა მხოლოდ მცენარის ფოთლებსა და ღეროს მწვანე ნაწილებში ხდება, რადგან მათ უჯრედებში არის ქლოროპლასტები. ქლოროპლასტები კი მწვანე ფერის პიგმენტს ქლოროფილს შეიცავს. იქ, სადაც ქლოროფილი არ არის, ფოტოსინთეზი არ მიმდინარეობს, რადგან სინათლის ენერგიის თანთქმა მხოლოდ ამ ნივთიერების მოლეკულებს შეუძლიათ. ამგვარად მცენარე თავად ქმნის საკვებს, ენერგიით მდიდარ ორგანულ ნივთიერებებს. კვების ასეთ წესს ავტოტროფული კვება ეწოდება, ხოლო ორგანიზმებს, რომელთაც ავტოტროფული კვება ახასიათებთ, ავტოტროფები. ფოტოსინთეზის უნარი გააჩნიათ მწვანე მცენარეებს, და ზოგიერთ ბაქტერიებს. მათ ფოტოავტოტროფებს უწოდებენ. ქემოსინთეზში გამოყენებულია არაორგანული ნივთიერებების დაჟანგვის გზით მიღებული ენერგია.
მათ ქემოავტოტროფებს უწოდებენ. ქემოავტოტროფებია ის ბაქტერიები, რომლებიც ქემოსინთეზს წარმართავენ. მათ არა აქვთ ქლოროფილი, მაგრამ სამაგიეროდ გააჩნიათ ფერმენტული სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ნივთიერებების დაჟანგვის უნარი აქვს. თუ ფოტოსინთეზისათვის ენერგიის წყარო სინათლის ენერგიაა, ქემოსინთეზისათვის ქიმიური რეაქციების შედეგად გამოყოფილი ქიმიური ენერგია. ქემოსინთეზი ახასიათებს ეგრეთ წოდებულ გოგირდ ბაქტერიებს, რკინა ბაქტერიებს და ნიტრიფიკაციის ბაქტერიებს. ისინი ქემოსინთეზისათვის საჭირო ენერგიას გოგირდის, რკინის და ნიტრატების დაჟანგვით იღებენ. ჰეტეროტროფებია ადამიანი, ცხოველები, სოკოები, მრავალი ბაქტერია და უქლოროფილო მცენარეები. ისინი ავტოტროფებისაგან განსხვავებით ვერ ასინთეზირებენ ორგანულ ნივთიერებებს, არაორგანულისგან. იკვებებიან მზა ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც დაასინთეზირეს ავტოტროფებმა. კვების ასეთ წესს ჰეტეროტროფული კვება ეწოდება. ანუ სჭირდებათ მზა ორგანული საკვები. ორგანიზმებს, რომლებიც ამგვარად იკვებებიან, ჰეტეროტროფები ეწოდებათ. ბერძნულად ჰეტეროს სხვა. ჰეტეროტროფულ ორგანიზმებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა. საპროფიტები, რომლებიც მკვდარი ორგანიზმის ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან, პარაზიტები, რომლებიც სხვა ცოცხალ ორგანიზმში ბინადრობენ და მის ხარჯზე იკვებებიან, ბალახის მჭამელები, რომლებიც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, ტაცებლები, რომლებიც სხვა ცოცხალი ცხოველებით იკვებებიან, ნაირმჭამელები, რომლებიც როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით იკვებებიან და შემგროვებლები, ანუ ლეშის მჭამელები, ის ცხოველები არიან, რომლებიც მკვდარი ცხოველების ლეშით იკვებებიან. მიქსოტროფები შერეული კვების ნირის მქონე ორგანიზმებია. ბერძნულად მიქსის შერეულს ნიშნავს. მიქსოტროფული კვების მქონე ორგანიზმები მზის სინათლეზე ფოტოსინთეზს ახდენენ. ხოლო სიბნელეში კი ჰეტეროტროფულად იკვებებიან.
მიქსოტროფებს მიეკუთვნება მწვანე ევგლენა, ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც ქლოროფილს შეიცავს. იგი სინათლეზე ფოტოსინთეზის გზით ქმნის ორგანულ ნივთიერებებს, ხოლო სიბნელეში გარემოდან შთათქავს ორგანულ ნარჩენებს, ესე იგი იკვებება ჰეტეროტროფულად. ამგვარად, განვიხილეთ კვების ხასიათის მიხედვით სამი განსხვავებული ჯგუფი: ავტოტროფები, ჰეტეროტროფები და მიქსოტროფები.